დაწერეთ კომენტარებში ვინ რამდენი მოიმატეთ. ნახოთ ერთი რამდენს ეყოფა გამბედაობა. ამ აღდგომას უკონტროლო გავხდი. მეც კი გაოცებული დავრჩი ჩემი თავით. მეგონა ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ მოხდა სასწაული და ორშაბათ დილას ფეხზე დავდექი და მივხვდი რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ვერ ვიტყვი რომ თლად ადუღებულ წყალზე გადავედი, მაგრამ შედარებით ვაკონტროლებ საკვების რაოდენობას და ესე დიდი გამარჯვებაა ჩემთვის. სუნთქვით ვარჯიშებსაც ვაკეთებ და როგორც შემიძლია ვებრძვი ჩემს უნებისყოფობას. თუ არ გავჩერდი, მალე ბარიატრიაზე ჩავეწერები. დღევანდელი რეცეპტი კი იმისთანაა, მეშინია ისევ უკან არ შემაბრუნოს და მომავალ დღესასწაულამდე არ გაიწელოს ეს უკონტროლო კვება. მოკლედ, ჩერი პომიდორი, ნიორი და ხახვი გამოვაცხე ღუმელში. ცალკე ბერძნული იოგურტი, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და დაღერღილი წიწაკა ქინძთან ერთად გადავურია. გამომცხვარ პომიდორს დავუმატე ნიგოზი და ქინძი. კარგად გადავურია და სერვირებაზე გადავედი. ლამაზ თეფშზე გადაიტანეთ ბერძნული იოგურტი და შემდეგ ჩერი პომიდორი. პაპრიკითაც გავალამაზ და შეგიძლიათ მიირთვათ. ისეთი გემრიელი იყო. ღმერთო, რა საცოდაობაა ჩემნაირი ადამიანი, ზედაც რომ გადავწყვიტე რომ საჭმელები და ფუდბლოგი არის ჩემი მოწოდება თქო. მე არ ვიცი რა მეშველება.